ქვეყნის გათავისუფლება და დეოკუპაცია რუსული ხელისუფლებისგან უნდა დაიწყოს თბილისიდან. ეს უნდა იყოს ზეპარტიული, თავდადებული ბრძოლა ქვეყნის გასათავისუფლებლად. თბილისი ყოველთვის იყო ქვეყანაში ყველა ცვლილების და განვითარების ავანგარდში. ასე იყო ისტორიულად, ასე უნდა გავაკეთოთ ახლაც. დიახ, რუსული რეჟიმისგან ქვეყნის დეოკუპაცია თბილისიდან უნდა დაიწყოს. ამისათვის საჭიროა შეიქმნას დამოუკიდებელი პლატფორმა შტაბი იმ საპროტესტო თბილისისგან, რომელშიც გაერთიანდება ყველა საპროტესტო ხმა, ვისაც აღარ უნდა რუსულ რეჟიმში ცხოვრება, რომელიც უკვე 200 დღეა ქუჩაში დგას და იბრძვის. თბილისი უნდა გახდეს პოლიტიკური წინააღმდეგობისა და ბრძოლის მთავარი პლაცდარმი, მაგალითი ისტორიული ბრძოლისა, სადაც ყველა ჩვენი თანამოქალაქე აჩვენებს, რომ სწორად იმ ბრძოლას მოვიგებთ, სადაც ვიცით, რომ ბიძინა გაყალბებას გეგმავს. შეგვიძლია მოვიგოთ იმიტომ, რომ რეალურად ჩვენ უფრო ბევრი ვართ და ვიბრძოლებთ ყველა უბანზე, თითოეული ხმისთვის. მით უმეტეს, ყველას გვახსოვს, რომ თბილისში მასობრივი გაყალბების პირობებში 2024 წელს ოპოზიციურმა ხმამ გაიმარჯვა და დედაქალაქში არჩევნები მოგებული გვაქვს. არ შეიძლება ამ გამარჯვების ბრძოლის გარეშე დათმობა. ეს იქნება დიდი უპატიებელი შეცდომა. დღეს, ვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება გვინდა, ამ ბრძოლაშიც უნდა ჩავერთოთ. ქუჩის პროტესტის პარალელურად, ოკუპაციასთან ბრძოლა ყველგან უნდა გავმართოთ. თბილისის სამოქალაქო შტაბმა უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევა და ეს საპროტესტო თბილისმა არჩევნებამდე განსაზღვროს, ვის ჩააბარებს ქალაქს. დარწმუნებული ვარ, პროტესტი და ქალაქი გამოძებნის 50 დამოუკიდებელ მებრძოლს, პროფესიონალს, პატიოსან მოქალაქეს, რომელიც არასდროს შეეგუება ოკუპაციას და ღირსეულად იბრძოლებს თბილისის ყველა სხვა გამოწვევისთვისაც. ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა იყოს ზეპარტიული. კანდიდატებს პარტიები უნდა დაუდგნენ გვერდით, თავისი სრული ინფრასტრუქტურით და რესურსებით. ეს უნდა იყოს საყოველთაო სამოქალაქო პროტესტი. მზად ვართ ყველა კომპრომისისთვის ერთიანი ახალი პლატფორმის შესაქმნელად, თუ საჭიროა ახალი ნომრით, საერთო სიით და ერთიანი ძლიერი კანდიდატით, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ერთხმად გადაწყვეტს, რათა თბილისში ხელისუფლება საპროტესტო საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილ თავისუფალ ადამიანებს ჩავაბაროთ. მე და ჩემი თანაპარტიელები არ ვაპირებთ ვიბრძოლთ მანდატებისთვის. ჩვენ ვიბრძვით საქართველოს დეოკუპაციისთვის, რასაც რუსული რეჟიმისგან დედაქალაქის გათავისუფლებით დავიწყებთ და ეს ტალღა მთელ საქართველოს მოიცავს. ეს არ არის ბრძოლა საკრებულოს მანდატებისთვის, ეს ბრძოლაა საქართველოს დეოკუპაციისთვის. ეს უნდა იყოს სახალხო ბრძოლა თბილისისთვის. ვიცი, ბევრნი ვართ, ვინც რუსულ რეჟიმს არ ეგუება. ამიტომ ბევრნი გამოვიდეთ და ყველა შესაძლო უსამართლობასა თუ გაყალბებას ადგილზე გავცეთ პასუხი და ჩავშალოთ გაყალბების ყველა მცდელობა, თუ საჭიროა არჩევნებიც. ტოტალური გაყალბების მიუხედავად, ჩვენ 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობით მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ივანიშვილის რეალური სახე. მივახციეთ მისი მთავრობის საერთაშორისო არაღიარებას, ვაქციეთ არალეგიტიმურად და ქმედუნაროდ, დავტოვეთ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე. იგივე ბრძოლა უნდა გავიაროთ და არაღიარებული და ქმედუნარო დავტოვოთ ახლა უკვე ქალაქების, სოფლების და მუნიციპალიტეტების დონეზე. ამისთვის ბრძოლა ღირს. ამავე დროს, მთავარი მოთხოვნა, ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება უცვლელად მთავარ მოთხოვნად რჩება. ბრძოლა ბოლომდე, ყველა ფრონტზე. წერს მამუკა ხაზარაძე.